საბოტაჟის საქმეზე 8 ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. საუბარია 6 გამომძიებელზე. პროცესს ბრალდებულთა ნაწილი არ ესწრება. გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, სურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. აღნიშნულ საქმეში ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი $1,000,000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. დღეს მორინგი რაუნდი არის საკაპოლიტიკური დევნის სისხლის სამართლის საქმის არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს მხოლოდ სურვილი ისმისა, რომ ჩემი დაცვებში ყოფები, ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ მუდამ პოლიტიკურ დევნაში. მოწმემ ვერანაირი ფასეული ღირებული ჩვენება ბრალდებისათვის ვერ მისცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. პროკურატურა რა სიტყვის ამ შემთხვევაში ერთია, ის არის მხარე, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ამ შემთხვევაში, რომ არანაირი მტკიცებულება არაფერი სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. მხოლოდ პოლიციელების ჩვენების წარმოდგენა ისიც 5 თვის შემდეგ, ეს ადამიანები 28 ნოემბრიდან 5 თვის შემდეგ არიან გამოკითხულები, მაშინ როდესაც ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ ამოცემულობას, 11 და 8 პირიანი საქმე უკვე გაშვებული იყო სასამართლოში, სადაც პროკურატურა და პოლიციელები ამბობდნენ, რომ ორგანიზატორებიო არიან დაუდგენელიო. თუმცა 5 თვის შემდეგ დაიბარეს ეს პოლიციელები გაურკვეველ ვითარებაში და ჩვენი მოსაზრებებით დააწერინეს ჩვენებები. ხდომაზე დაიკითხა მოწმედ 6 პირი, 6 გამომძიებელი, რომელთაც უშუალოდ შემხებლობა ჰქონდათ დანაშაულის ადგილზე ბრალდებულებთან, ამ საქმეზე ბრალდებულ პირებთან და ფლობენ ინფორმაციას მათი განცხადებების შესახებ და დღევანდელ ხდომაზე ისევე როგორც წინა ხდომებზე დავადასტურებთ სასამართლოში იმას, რომ ძალადობრივი ქმედებები კოორდინირებული იყოს სწორედ ამ საქმეზე ბრალდებულ პირებთან. მათი მიზანი კი იყო იმ შემთხვევაში პარლამენტის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.